გამარჯობა და დღეს ძალიან საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც მოგვითხრობს ალბათ მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის ჩემი აზრით საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფზე, რომელსაც თქვენ ხვდებით, რაც ქვია The Beatles. ანუ ანსამბლი ჯგუფი, რომელმაც შექმნა სრულიად ახალი მუსიკალური სამყარო, რომელმაც შემდეგ უკვე შეცვალა ადამიანთა ცხოვრებაც კი. და ყველაფერი დაიწყო ამ ქუჩაზე. ეს გახლავთ ჰამბურგის ერთ-ერთი კი არა, ალბათ ყველაზე ცნობილი ქუჩა, რომლის შესახებაც მე ცოტა დაწვრილებით მინდა მოგიყვეთ. მე-16 საუკუნეში ჰამბურგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი მსოფლიოში, ევროპაში ალბათ ყველაზე დიდი. როტერდამი ჯერ კიდევ არ არის დამდგარი ფეხზე, უბრალოდ ზღვაზე და აქ შემოდის ყველა ძირითადი ტვირთი, რაც შემდეგ ნაწილდება სხვადასხვა ქვეყნებში. და აი ამ ქუჩაზე, აი ხედავთ თქვენ, აი გაყოლებაზე, ესეთი სწორი, ლარივით სწორი ქუჩაა, აქ კეთდება გემების ბაგირები. აი ეს ბოგირები არის გრძელი მყარი კანაფისგან დამზადებული სქელი თოკები, რომელიც საშუალებითაც აფრიანი გემები ნაპირზე მაგდებიან და მარტივი შტორმის აღარ ეშინიათ, რომ ეს თოკები საკმაოდ გრძელი უნდა იყოს და ამიტომ აი ამ ქუჩაზე მთლიანად იყო საამქროები, სადაც იწუნებოდა დაწუნა ხდებოდა ამ თოკებისა. თოკი ქვედა გერმანულად რიფ ქვია მას. რეფ ასე წერება, ასევე იკითხება და ბან მოგეხსენებათ ეს არის გზა. ანუ რეფერბან, ანუ თოკის გზა, თოკის ქუჩა. ფაქტიურად ახლა რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ყოფილი საამქროები, თუმცა ძირითადი პროცესი მიმდინარეობდა ქუჩის გასწვრივ. სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც აფრიანი გემების მნიშვნელობა კარგავენ ისინი მნიშვნელობას, ასევე მცირდება მოთხოვნა აი ამ ბოგირებზე, რომლებიც აქ მზადდება და რადგან პორტთან ახლოს არის ეს ადგილი, აი ესეთ მარიფათიანმა თოკის გამკეთებლებმა გადაწყვიტეს, რომ რა ჭირდება მეზღვაურსოცი ჩამოდის თოკზე, მეტად მას ჭირდება გართობა, კარგი სასმელი და ქალებიც, იმიტომ რომ ისინი თვეების განმავლობაში არიან ზღვაში გასულები და ამ ყველაფერს მოკლებულები. თოკის მკეთებლებმა გადაწყვიტეს, რომ აქ გაეხსნათ ტავერნები. ტავერნებში ისინი თავაზობდნენ, რა თქმა უნდა, ლუდი, საჭმელი და პარალელურად ქალები. ეს ადგილი გადაიქცა ევროპის მასშტაბით ყველაზე და ასეც ქვია, მსოფლიოს ყველაზე გარყვნილი ქუჩა. ევროპის მასშტაბით იყო მაშინ და ახლა კი რატომაც ითვლება, რომ მსოფლიოს ყველაზე გარყვნილი ქუჩაა. ამ დროს არც ასეა თლად საქმე და ამაზე მე მოგიყვებით. რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი დაწესებულება, სადაც გთავაზობენ ესეთი ინტიმურ მომსახურებას. გერმანიაში ეს არის ლეგალიზებული და ეს პროფესია არაფრით განსხვავდება სხვა პროფესიებისგან. თუ არ გავითვალისწინებთ სპეციფიკას. აქ არის ძალიან ბევრი თეატრი, რომლებიც გთავაზობენ ძალიან კარგ სპექტაკლებს. აქ არის კულტურული ცენტრები სხვადასხვა, ეს ტივოლის თეატრი. ძალიან კარგი სპექტაკლები აქვს, ძირითადად ჰამბურგულ თემებზე, რომ გაიცნო ჰამბურგი, აუცილებლად ტივალიში უნდა წახვიდე და ნახო მათი დადგმები. პირველი ივლისიდან იქნება ბიტლზების კონცერტი. აგერ აბა. მუსიკალური თეატრი, სადაც პოპულარული მიუზიკლები იდგმება, როგორც არის ევიტა, კეტსი, Jesus Christ Superstar და სხვები.
ხოლო აი აქეთ ეს არის იგი ადგილი, რომელიც ღამით საღამოთი შეიცება და დილამდე იქნება შევსებული. აქ არის ლაივ მუსიკა, მუდმივად, სხვადასხვა სტეიჯებია, არის მუსიკალური სცენა წინ და ღამე მოკლედ ძალიან დატვირთული არის რეპერბანი, განსაკუთრებით პარასკევს, შაბათს და ნაკლებად კვირას. საინტერესოა რომ მაგის ურნები რეპერბანზე ვარდისფერი ფერისაა. აი საიდანაც გაიხედავთ ყველგან ვარდისფერი ურნები. აი ხელმარცხნივ აქ არის ყველაზე ცნობილი ქუჩა ალბათ რეპერბანის ეს გახლავთ ჰერბერტშტრასე. ხედავთ იგი გადაღშეღობილი არის და ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ ქუჩაზე არის ეგრეთ წოდებული წითელი ფარნები, ფანჯრების ცოდან გოგონები, რომლებიც გთავაზობენ ინტიმურ მომსახურებას. 18 წლამდე ბიჭების შესვლა არ შეიძლება და სხვათა შორის არ შეიძლება ქალების შესვლაც. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი და ეს მოდის დაახლოებით 35-36 წლიდან, როდესაც ნაცისტებმა გამოუცხადეს ბრძოლა პროსტიტუციას როგორც გერმანელი ქალისთვის შეუფერებელ საქციელს, მაგრამ ჩათრევა ჩაყოლაჯობიაო, მოკლედ გადაწყვიტეს რომ ვერ შეებრძოლებიან ამ ამბავს, იმიტომ რომ ამას ებრძვიან დასაბამიდან ალბათ კაცობრიობის ისტორიის და ვერაფერს უხერხებენ და ნაცისტები რას მოუხერხებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს რომ ისინი აი ესე ერთ ქუჩაზე მოეთავსებინათ, მოეწყოთ მათთვის სპეციალური ასეთი ოთახები, მაგრამ აკრძალული ყოფილიყო იქ შესვლა, როგორც უკვე თქვი, 18 წლის ახალგაზრდების და ქალების. აი ქალების რატო არ ვიცი. მოკლედ ასე თუ ისე ჰერბერტშტრასეზე შესვლა კამერით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. რეპერბანი დღისით მოსაწყენი შესახედაობის არის, როგორც გითხარით, აქ ყველაფერი იწყება ღამით. აი ეს კი გახლავთ ყველაზე ცნობილი საპოლიციო განყოფილება გერმანიაში. დავით ვახი, რომელიც დავითის ქუჩაზე მდებარეობს და დაახლოებით 2 კვადრატულ კილომეტრს ემსახურება იგი. მაგრამ ხედავთ რომ იგი საკმაოდ დიდია. რატომ? იმიტომ რომ ითვლება რომ რეპერბანი და ეს უბანი კიცი, ასე ეწოდება ამ უბანს. როგორც ალბათ მოსალოდნელია, არის კრიმინალურად უფრო ყველაზე სერიოზულად დატვირთული. ესენი რატო გამოვიდნენ პოლიციიდან? არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავით ვახეს აი ეს შენობა და თვითონ განყოფილება პოლიციის ძალიან ხშირად შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სერიალებში, კრიმინალურ სერიალებში, ასევე გერმანულ კრიმინალურ ფილმებში და ამ უბანს ყავს თავისი საფეხბურთო გუნდი სან პაული, რომლის ნიშანიც არის ეს თავის ქალა. და აქ იყიდება ამ გუნდის სხვადასხვა ატრიბუტიკა და სხვათა შორის მეც მიკეთია მათი ნიშანი, ეს პირატების, ანუ მეკობრეების სიმბოლო მოიხსენებათ თავის ქალა გადაჯვარედინებული ბარძაყი ძვლებით. ნახევრის გახსნილი მაღაზია ეროტიკა, ბიზარი, ანუ აქ არის სექს სათამაშოები, სხვადასხვა რაღაცები, რაც საჭირო არის კარგად დროის გასატარებლად.
სან-პაული, სადაც რეპერბანია განლაგებული, ჰამბურგის ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული უბანია. სან-პაული ექსტრემი და ეროტიკა, თავგადასავალი და კარგი მუსიკა, ხელოვნება, თავისუფლება და განსხვავებული ცხოვრების ფილოსოფია. აქ ყოველწლიურად 30 მილიონი ადამიანი გაივლის, მხოლოდ ამ ქუჩაზე, აი სადაც ახლა მე ვდგავარ. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივ ადგილას ეს გახლავთ Beatles Platz. აი 30 მეტრი არის აი ამ წრის დიამეტრი. წრეს რასაც ხედავთ, ეს არის ჩათვალეთ რომ ფირფიტაა, შუაში ნახრეტი აქვს. და ამ ფირფიტაზე წერია ის ყველაზე ცნობილი სიმღერები, რომლებიც ჩვენ ვიცით. სულ 70 სიმღერაა და როცა ამგენს უყურებ, მოდის მელოდიები თავში, ის საოცარი მელოდიები, რომელიც აი ამ ბიჭებმა შექმნეს. მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აი ცოტა ერთი უცნაურობაა. აქ არის ერთი ცალკე დგას და აქ 4 არიან. თქვენ გავხსოვთ, რომ ბიტლზები იყვნენ 4, ხო? მაკარტნი, რინგო, სტარი, ჯორჯ ჰარისონი და ჯონ ლენონი. ვინ არის ეს მეხუთე? ან რატომ დგას დამწყვრელი დასარტყამი ინსტრუმენტები ცოტა მოშორებით. ამაზე მე მოგიყვებით, დაწვრილებით. ახლა კი ეს კონცეფცია არის როგორი? აი ხედავთ თქვენ ის ნათდება ღამით, ეს რკინისგან გაკეთებული თუ ალუმინია ალბათ. ალუმინისგან გაკეთებული ეს ფიგურები და ნახრეტი აქვს, იმიტომ რომ ეხლა ჩემს უკან იაპონელები არიან, ერთი სული აქვს, როდის დადგებიან ამათ უკან და თავს გაყოფენ აი ამაშიდან. თავს წარმოიდგენენ ბიტლზებად. აქ იშვიათია მომენტი, როცა ხალხი არ იყოს. ამიტომ უეცა საშუალება რომ ნორმალურად გადავიღოთ. სულ ხალხია ხო? ხალხი ემზადება დღეს, ისევ მეორე პარასკევია და მომზადების პროცესში არიან. ეს მიხვდით ვინც არის, ეს მაკარტნია, იქ ჰარისონია, ლენონი, რინგო სტარი, მაგრამ რინგო სტარი არის გაორებული და თუ რატომ მაგაზე მოგიყვებით და ეს ბიჭი ვინც არის, ამზეც მოგიყვებით. ეს ახლა Beatles Platz. და Beatles Platz-ის ერთ-ერთი გამომშვენებელი შენობა ეს არის Suzie's show ბარი. რა თქმა უნდა, ეს არის სტრიპტიზ ბარი, რომელიც ძალიან ძვირიანი, ძალიან პოპულარული. ხამით გაიხსნება, რა თქმა უნდა, ახლა დაკეტილია და ჩვენ შევდივართ ძალიან საინტერესო ქუჩაზე. ეს არის Grosse Freiheit. ანუ გერმანულად რო თარგმნოთ, დიდი თავისუფლება. და იგი მართლაც გამოხატავს იმ სულს, რომელიც აქ ტრიალებს. მაგრამ საიდან მიიღო მან ეს სახელი? მე-17 საუკუნის შუა წლებში, როდესაც უკვე ლუთერანობა კარგად არის შემოსული და ჰამბურგი არის წმინდად ლუთერანული, ანუ პროტესტანტული ქალაქი, სადაც ვერ იტანენ კათოლიკებს, ვერ იტანენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. აი ამ მიწების მფლობელმა გრაფმა გადაწყვიტა, რომ ყველა კონფესიისთვის მიეცა თავისუფლება აღმსარებლობის. და ამ აქტს დაერქვა Grosse Freiheit, ანუ დიდი თავისუფლება. და აი დღემდე შემორჩა ეს სახელი და ამართლებს კიდეც ამ ქუჩაზე არის ძალიან ცნობილი რესტორნები. აი ამ რესტორანს მაგალითად აქვს ძალიან საინტერესო ისტორია, როდესაც ბიტლზები აქ ცხოვრობდნენ, მათ ძალიან ბევრი ვალი დატოვეს ამ რესტორანში. კნაიპია ეს უფრო რესტორანი, კაფეა. და გრეტელი და ალფონსი ასე ქვია.
და ამ ვალის გადასახდელად მაკარტნი ჩამოვიდა სპეციალურად, მაგრამ ძალიან გვიან დაახლოებით 20-25 წლის მერე გადაიხადა ამ ბარის ვალი, რა თქმა უნდა, იქ პროცენტებითაც და სიმბოლური მნიშვნელობა დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერს და ეს გახლავთ Große Freiheit-ის Kaiser Keller. ასე 36 Große Freiheit 36, სადაც არის რამდენიმე დარბაზი, მათ შორის ერთი Kaiser Keller-ი თვითონ, რომელშიც ბიტლზები უკრავდნენ თავის დროზე და მე გაჩვენებთ ძალიან საინტერესო დოკუმენტს. ეს გახლავთ კონტრაქტი, რომელიც ბრუნო კოშმიდერმა დაუდო ბიტლზებს და ბიტლზებმა იგი დაწვეს ნაწილობრივ, აი ბრუნოს ხელმოწერა და უკვე ბიჭების ხელმოწერები აღარ ჩანს. აი ხედავთ აქ წერია, რომ ერთ დღეს 1960 წლისა 5 ახალგაზრდა მუსიკოსი ლივერპულიდან მოკლედ აი ვინ არიან პიტ ბესტი დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ჰარისონი, ლენონი, მაკარტნი და სიუ სატკლიფი, ესეც მომღერალი და ბას-გიტარაზე. ისო 1972 წელს გარდაიცვალა, ხოლო რინგო სტარმა შეცვალა პიტ ბესტი. შემდეგ აქედან ისინი გადავიდნენ ტოპ 10-ში და სტარ კლუბში, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. აი წარწერებს დააკვირდით, მე სპეციალურად ნელა გავატარებ თუ ვინ უკრავდა აი ამ კლუბში. ალბათ ბევრ ნაცნობს იპოვით. ეს არის 64, ვისაც ღამის ძილს გართობა ურჩევნია. აქ ყოველ პარასკევს და შაბათს მიუხედავად ამინდისა იმართება უზარმაზარი წარმოდგენა და ამ წარმოდგენის სცენის საერთო ფართობი არის 232 ჰექტარი. და ამ სცენას, როგორც გითხარით, სან-პაული ქვია. აქ არის თავმოყრილი სხვადასხვა გასართობი და კულტურული ობიექტები. სან-პაულის ყავს თავისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, რეპერბანი ნანგრევებად იყო ქცეული, იმიტომ რომ მთლიანად სან-პაული არის სპორტთან ახლოს მდებარე უბანი. ერთ-ერთი ესეთი როლფ შუმანი არის, რომელიც ამასინად მოვისმინე მის ინტერვიუ, რომელიც ყვება, რომ ჩვენ 4 ძმა ვიყავითო, მამა ტყვეობაში იყო რუსეთშიო და დედამ გვითხრა, მამას ხომ უნდა დავახვედროთო, რაღაც ჩამოვაო და ამიტომ მთელი დღეების განმავლობაში ვიჯექითო და იმ ნამტვრევებს, აგურის ნამტვრევებს წმენდით და ვაშენებდით საფუნთუშესო და მართლაც შუმანების საწყობი 10 წლეულების განმავლობაში ამარაგებდა მთელ სან-პაულის. უგემრიელესი პურით, ფუნთუშებით და სხვა. 2-3 წელიწადში აი ასე აგურ ესე დალეწილი ქუჩა აღადგინეს ბავშვებმა, ქალებმა და აშენდა ახალი სახლები, რეპერბანი კვლავ გაცოცხლა და ეს დიდება, რომელიც მას ჰქონდა, საუკუნეების განმავლობაში კვლავ აღდგა. სხვა შორის იმასაც ამბობენ, რომ რეპერბანზე ეს ბავშვების ბანდების თარეში იყო საკმაოდ სერიოზული. აი ფიშერებიც ამბობენ, რომ ჩვენ ვიყავითო თევზის ბაზრობის ბანდაშიო, იყო ოტო ფონ ბისმარკის სახელობის ბანდა, რომელიც მოქმედებდა პარკში, სადაც ბისმარკის ძეგლი დგას და ყველანი თავის ტერიტორიას იცავდნენ, რაღაც ერთ-ორ კაპიკს აკეთებდნენ, ალბათ ცოტას რეკეტით, ცოტა ქურდობით. 50-იანების დასაწყისში რეპერბანი პატარა პარის ემსგავსება, იგი ბაძავს უпроსწორად მას ატრაქციონებით, ძალოვანი შოუებით, კანკანით, კაბარეებით და მაგ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ დახურული იპოდრომიც კი იყო, სადაც აკლემებს და ცხენებს ლუდით უმასპინძლდებოდნენ, ესეც საინტერესო ადგილია.
რეპერბანს და მის მიმდებარე ქუჩებს უწოდებენ კიცს. კიცი გახლავთ ბერლინური ჟარგონით უბანს ნიშნავს. ხოლო აქ თავისებური სახე მიიღო ამ კიცმა სიტყვამ და უკვე აი გასართობი ქუჩების ადგილს ნიშნავს და ძირითად სამუშაოს, რა თქმა უნდა, პორტი იძლეოდა რეპერბანისთვის, სადაც მთელი მსოფლიოდან შემოდიოდა საქონელი. პორტის მუშები ადრიან როგადიოდნენ, საღამოდებოდნენ და რეპერბანზე, რა თქმა უნდა, შემდეგ პარასკევს და შაბათს ეს იყო ესეთი ამოსუნ თქვა, თავისუფალი ამოსუნ თქვა, სადაც როგორც ამბობს, 3 თვის ხელფას 3 საათში დახარჯავდა. პროსტიტუცია იყო რეპერბანის სავიზიტო ბარათი ოდითგანვე, იქ სადაც პროსტიტუცია იქაც კრიმინალი და 60-იანი წლების ბოლოდან რეპერბანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე ბინების და უზრავი ქონების ფასები ეცემა. ბანდიტებითა და მეძავებით სავსე უბანში ფაქტია, ეხლა არავის უნდა ინვესტიციების ჩადება, ბევრი ბინას არც ტუალეტი აქვს, არც აბაზანა, ტუალეტები არის კიბის უჯრედში და რამდენიმე ოჯახი სარგებლობს ნათით. და რეპერბანელები სხვა უბნებში გადადიან საცხოვრებლად, ხოლო აი თავისუფალ სახლებს, თავისუფალს არა, მაგრამ ძალიან იაფად გაყიდულ სახლებს და ფინებს ყიდულობენ თურქები. თურქებიდან თანდათან რეპერბანის სახე იცვლება, აქ ჩნდება თურქული ბაზრები, თურქული მაღაზიები. ისინი რა თქმა უნდა ძალიან ინტეგრირებულები არიან. უკვე მესამე-მეოთხე თაობა არის, რომელიც ფაქტურად უფრო გერმანელია ვიდრე თურქი. რეპერბანზე კიდევ ერთი ესეთი მისტიკით მოცული ადგილი არის, ეს არის zum goldenen Handschuhe, ანუ ოქროს ხელთათმანი. ამ ბარის მუდმივი სტუმარი გახლდათ ფრიც ხონკა, რომელიც იყო სერიული მკვლელი. ხონკა ძალიან შეუხედავი კაცი იყო, 1.60 სიმაღლის, ქირაობდა ქალებს, მიყავდა სახლში და კლავდა და შემდეგ რაც ყველაზე საშინელებაა, იგი მათ ანაწევრებდა და სახლშივე ინახავდა და როდესაც იატაკი აყარეს, იქ სხვენი ნახეს, ყველგან აღმოაჩინეს ამ საწყალი ქალების ნაწილები და ხონკა დააკავეს და იგი სხვა შორის 98 წელს გამოვიდა ციხიდან, იმიტომ რომ მას დაუდგინეს, რომ იგი ფსიქიურად დაავადებული იყო, იგი რამდენიმე წელი იჯდა ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს ფსიქიატრიულში და გამოუშვეს თუ არა, იგი 2 თვეში გარდაიცვალა. საღამოვდება და რეპერბანი გამოცოცხლებას იწყებს. გავისეირნოთ რეპერბანის ქუჩებში, დავათვალიეროთ თუ რა ხდება აქ ღამით, ხოლო ამის შემდეგ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ვიდეოს ბიტლზების შესახებ, მათი თავბრუდამხვევი თავგადასავალი შესახებ, რომელიც მათ 60-იანი წლების დასაწყისში გადახდათ თავს ჰამბურგში და რომელმაც საბოლოოდ ეს 4 ბიჭი, რომელიც თავიდან 5 იყო, ჩამოაყალიბა გუნდად, რომელმაც შეცვალა მსოფლიო მუსიკა. წავედით. You poor girl, and I know I want. Oh, my mama was a tailor. Oh, she sewed my new blue jeans. And my daddy, he was a no good gambler man. Down in New Orleans. Now the only thing that gambler owns is a suitcase and a comb, and the only sound. Video. And I said, Mother, tell your children, don't you do what I've done, don't you do what I've done, don't you spend your life
into misery in the house of the rising sun. Es ist genau 5 Minuten vor 12. 5 Minuten vor 12. Und wenn ich umsteige op de stadion Liverpool met die binnen. წელს ლივერპულელმა ალან უილიამსმა სლატერ სტრიტზე კლუბი ჯაკარანდა გახსნა. ბრიტანეთში ამ დროს მერსი ბიტის, ანუ როკ-ენ-როლის, სკიფლის და ბრიტ-პოპის ნაზავის ჟანრის ბუმი. კლუბის გარემონტებასა და გაფორმებაში ალანს ხელოვნების კოლეჯის სტუდენტები, ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და სტიუარტ სატკლიფი ეხმარებიან. უილიამსი ჯგუფს Silver Beatles უსასყიდლოდ უთმობს სცენას ახალ კლუბში და მალე ხვდება, რომ ჯგუფს აქვს პოტენციალი მდიდარ და იმ დროისთვის მუსიკალურ მექაში. ჰამბურგშიც მოიპოვოს პოპულარობა და ჯგუფის გერმანიაში გამგზავრებას აორგანიზებს. წასვლამდე ოთხეულს დრამერი პიტ ბესტი უერთდება. მონჯღრეული მიკროავტობუსით მომავალი ლეგენდები 1960 წლის 15 აგვისტოს ჰამბურგის გზას ადგებიან. 17 აგვისტოს გვიან ღამით მიკროავტობუსი ჰამბურგის სანქტ-პაულის უბანის ცნობილ ქუჩას, რეპერბანს მიადგა. როგორც ჯგუფის წევრები იხსენებდნენ, მიუხედავად გვიანი ღამისა, 15 წლის წინ მიწასთან გასწორებული ჰამბურგიოს იმსახურებს. ახლა კი ჩვენს ხუთეულს დაუბრუნდეთ. უილიამსმა ავტობუსი კიცში კლუბების მფლობელის ბრუნო კოშმიდერის კინოთეატრ ბემბის კარებთან გააჩერა. ესეც ბემბი დღეს. იგი პაულ როზენშტრასეს 33 ნომერში, რეპერბანიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, წყნარ შესახვევში მდებარეობს. კინოთეატრი 1962 წელს დაიხურა და საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა. სურათი დაფარულ ამ შენობაში ბიტლზების შესახებ მხოლოდ 2 ფოტო გვახსენებს. ამ ფოტოზე პოლი, ჯონი, ჯორჯი და სტიუარტი სიმულატურ პრელუდინის ტაბლეტებით ხელში პოზირებენ. ბრუნო საკმაოდ უსიმპათიო ტიპი აღმოჩნდა. მუსიკოსებს მან ბემბის მეორე სართულზე, ეკრანის უკან, ტუალეტებთან უფანჯრო სათავსო გამოუყო, სადაც 2 არუსიანი საწოლი იდგა. ჰარისონს, როგორც ყველაზე უმცროს, იატაკზე დაგდებული თივით გამოტენილი ლეიბი და ფარდის ნაგლეჯი ერგო. გვიან ღამი დაბრუნებულებს კინოს ხმა გვაღვიძებდა. ქალების ტუალეტში ვიპარსავდით და მოსაშარდავად შემოსულდა ჩვენი დანახვით დაფეთებულ გერმანელ ფრაუებს ხმამაღლა ვესალმებოდით. Guten Tag. Ist alles gut? იგონებდა ლენონი. ბრუნო კოშმიდერმა ხუთეული თავის კლუბ ინდრაში მიიყვანა. ინდრა გროსეფრაიჰაიტის ქუჩაზე განლაგებული მცირე ზომის, წითელ ფერებში გადაწყვეტილი და დახუთული კლუბი აღმოჩნდა. კიცის ამ ყველაზე პოპულარულ ქუჩას გროსეფრაიჰაიტი, ანუ დიდი თავისუფლება ჰქვია. ეს გახლავთ მუსიკალური კლუბების, სტრიპტიზ ბარების, ეგზოტიკური შოუების და საყოველთაო თავისუფლების 500 მეტრი. და აი კლუბი ინდრაც. დღეს ინდრა ისევ წითელია.
მაგრამ წარსული დიდებიდან მხოლოდ ფერიღა შემორჩა. დღეს ის ერთ-ერთი საშუალო დონის კლუბია, რომელშიც როგორც ადრე ლაივ მუსიკის კონცერტები იმართება. ეს მემორიალური დაფა კი გვამცნობს, რომ ბიტლზებმა ამ კლუბში 1960 წლის 17 აპრილს პირველი კონცერტი გამართეს. ინდრა დღეს ჰამბურგის ბიტლზ ტურების პოპულარული ლოკაციაა. ბრუნომ თავიდანვე შემდეგი პირობები წამოაყენა. პირველი, შეცვალეთ სახელი The Beatles. იგი ძალიან გავს Der Fiddles. ზედაგერმანულ დიალექტზე ბავშვის პენის, ანუ ჭუჭუს. ჩვეულებრივ დღეებში 5, ხოლო პარასკევიდან კვირის ჩათვლით 7 საათს დაუკრავთ შესვენებების გარეშე. სცენაზე მოწევა ჭამასმა არ შეიძლება. ყოველთვის გაპარსულები და სუფთა ჩაცმულები უნდა იყოთ. მსმენელთა ასაგდებად კი მაქსიმალურად სწრაფი კომპოზიციები უნდა დაუკრათ. ყველაფერ ამაში თითოეული მათგანი დღეში 2.5 ფუნტ სტერლინგს მიიღეთ. ხუთეული დათანხმდა კოშმიდერის პირობებს. 70 ფუნტი თვეში ლივერპულში საოცნებო ჯამაგირი იყო ბევრისთვის. პირველი კონცერტი იმავე საღამოს ჯგუფმა ნახევრად სარიელ დარბაზში გამართა. ინდრაში სულ 48 კონცერტი ჩატარდა. მსმენელთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და ღამის ხმაურით შეწუხებულმა ახლომდებარე კათოლიკურმა ეკლესიამ კლუბს პოლიციაში უჩინა. კოშმიდერმა ინდრა დაკეტა და ბიტლზები, რომლებმაც არც სახელი შეიცვალეს და სცენაზე ეწეოდნენ და სვამდნენ კიდეც, თავის მეორე გაცილებით დიდ, დღეს საყოველთაოდ ცნობილ კლუბ კაიზერ კელარში გადაიყვანა. თუ შეატყობდა, რომ ჯგუფი ოდნავ მოდუნდა, დარბაზიდან ბრუნოს ყვირილი. Macht show. ანუ გააკეთეთ შოუ ისმოდა. პიტბესტის გარდა ჯგუფის ყველა წევრი ძლიერ სტიმულატორს, ფენმეტრაზინს და დიდი რაოდენობით ალკოჰოლს სვამდა და ბიტლზების სცენაზე ყირაზე გადადიოდნენ. ლენონი კი რეფრენად Heil Hitler და fucking Nazis უყვიროდა შეკრებილ გერმანელებს. ბიტლზებს სცენაზე მათზე გაცილებით პოპულარული ლივერპულის Mercy Beat ჯგუფი Rory Storm and Hurricanes ენაცვლებოდა. Hurricanes-ში დასარტყამ ინსტრუმენტებზე მხიარული, ენაკვიმატი და უბრალოდ იღბლიანი ბიჭი, რიჩარდ სტარკი, იგივე რინგო სტარი უკრავდა, რომელიც ძალიან დაუმეგობრდა ხუთეულს. კაიზერ კელარში ბიტლზმა 58 კონცერტი გამართა. აქვე ჰორსტ ფაშერიც გავიხსენოთ. ჰორსტი გერმანიის ჩემპიონი იყო კრივში. 1959 წელს იგი სომეხ ოლიმპიურ ჩემპიონს, ენგი ბარიანს უნდა შეხვედროდა. მაგრამ რამდენიმე დღით ადრე რეპერმანზე ჩხუბში მეზღვაური შემოაკვდა და მისი კრივის კარიერაც დასრულდა. ფაშერი კაიზერ კელარში მცველად მუშაობდა. იგი ხუთეულს ძალიან დაუმეგობრდა და მათი მფარველი ანგელოზი გახდა. ხორცს ხშირად უხდებოდა ლენონის ზღვარგადასავლის აქციელით გავეშებული მსმენელების გაკავება. ერთხელ კაიზერ კელარის ტუალეტში ჯონი და ვიღაც ქალი ერთმანეთს რო ვერაფრით მოაშორა, ჰორსტმა მათ ვედროთი ცივი წყალი გადაასხა და ჯონს უთხრა, ახლა თუ გინდა შიშველმა დაუკარიო. ჯონმაც არ გაუცრუა ჰორსტს იმედი და სცენაზე მხოლოდ ტრუსებით და კისერზე ტუალეტის საჯდომ გადაკიდებული გავიდა, რასაც დარბაზში ისტერიკული სიცილი მოჰყვა. იმ ღამეს კლუბიდან ნიფხვით გამოსული ლენონის სურათიც იქედან შემოგრჩა. ბიტლზების პარალელურად ჰამბურგში პოპულარული მომღერალი ტორი შერიდანი გამოდიოდა, რომელიც კაიზერ კელართან ახლომდებარე კლუბში, Top 10-ში მღეროდა. ტონიმ ჯგუფი ამ კლუბში დაპატიჟა და მათ რამდენიმე კონცერტი გამართეს ერთად. Top 10-მა ხუთეულს უკეთესი სცენა, ხმის აპარატურა, საცხოვრებელი ოთახები და ჰონორარი შესთავაზა და ბიტლზმაც კოშმიდერთან კონტრაქტი გაწყვიტა. გაავებულმა კოშმიდერმა შურის ძიების მიზნით ჰარისონი პოლიციაში დაასმინა, რომ იგი მხოლოდ 17 წლისაა და მას ღამის კლუბებში შეცვლის უფლება არ აქვს. 21 ნოემბერს პოლიციამ ჯორჯი დააკავა და ინგლისში გაადეპორტა. ეს კი გახლავთ ძალიან ცნობილი რეპერბანის პოლიციის შენობა, რომელსაც ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე სხვადასხვა ფილმებში, სერიალებში, რომლებიც კრიმინალურ თემატიკაზეა. საკუთარი ბარგიბარხანის წამოსაღებად მისულმა პოლმა და პიტ ბესტმა ბემბის საცხოვრებელ ოთახში კედელზე პრეზერვატივები მიაკრეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამის გამო 29 ნოემბერს მაკარტნის და ბესტს რეპერბანის ცნობილ პოლიციაში დავიდ ვაჰეში ღამის გატარება მოუწიათ და მეორე დღეს მათაც დეპორტაცია გაუკეთეს.
მარტო დარჩენილმა ლენონმა ფული ისესხა და 1 დეკემბერს ისიც ბრიტანეთში დაბრუნდა. სატკლიფი ხუთეულს ინგლისში იანვრის ბოლოს შეუერთდა. მან ჰამბურგში სიყვარული იპოვა. პროფესიონალი ფოტოხელოვანი ასტრიდ კირხერი, რომელიც ბითლზების პირველი ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა. კოშმიდერმა კი ამ საქციელით კარმა გაინადგურა. მალე ყველა მისი კლუბი გაკოტრდა და იგი კიცის ერთ-ერთ ბარში შვეიცარად მოეწყო. ბრუნო კოშმიდერი 2000 წელს 86 წლის ასაკში სიღარიბეში გარდაიცვალა. დღეს ჰამბურგში მისი სახელობის ბითლზების ქავერ ჯგუფი The Koshmiders არსებობს. Here comes the sun, here comes the sun, I say it's alright. ხუთეული ტონი შერიდანთან ერთად ჰამბურგში 1961 წლის 27 მარტს დაბრუნდა და ივლისის ბოლომდე დარჩა. ამ 4 თვეში ბითლზის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. The Beatles კვლავ მშობლიურ ლივერპულში. აქ მათ კლუბ კავერნში რამდენიმე კონცერტი გამართეს. ყველამ აღიარა, რომ ჟღერადობა ერთიათად უკეთესი გახდა. ერთ-ერთი კონცერტის დროს ჯგუფის წევრებს მთვრალ მსმენელებთან სასტიკი ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბისას სატკლიფმა თავის ქალას ტრავმა მიიღო. დავიმახსოვროთ ეს ეპიზოდი. იგი მალე გამოუსწორებელი ტრაგედიის მიზეზი გახდება. ლივერპული ჰამბურგთან შედარებით გასაქანის საშუალებას არ იძლეოდა. ჰარისონიც როგორც იქნა 18 წლის გახდა და ხუთეული ტონი შერიდანთან ერთად 1961 წლის 27 მარტს ჰამბურგში ბრუნდება და ივლისის ბოლომდე რჩება. ამჯერად ჯგუფმა კლუბ Top 10-თან გააფორმა კონტრაქტი. Top 10 საინტერესო ისტორია აქვს. მე-19 საუკუნის შუა წლებში აქ იპოდრომი იყო, რაზეც ეს წარწერაც გვამცნობს. აქვე იყო განლაგებული ცნობილი კაფე. იპოდრომის მფლობელის მემკვიდრემ, პიტერ ეკჰორნმა, ბითლზების ჰამბურგელ პირად მცველთან, ჰორსტ ფაშერთან ერთად 1960 წელს იპოდრომი მუსიკალურ კლუბად გადააკეთა. კონტრაქტის მიხედვით ბითლზებს დღეში 6 საათი უნდა დაეკრათ ტონისთან ერთად და თითოეული 35 დოიჩმარკას მიიღებდა. Top 10-ში მუსიკოსებს საუკეთესო აკუსტიკა, დიდი დარბაზი და აპარატურა დახვდათ. ჯერ მარტო უახლესი ექო-მანქანა ბინსონ ექორეკი რადგირდა. ექორეკი მომავალში Pink Floyd-ის საყვარელი აპარატურაც გახდა. აწუხე 6-ეული კლუბის თავზე ერთ-ერთ დიდ ოთახში დააბინავეს. შერიდანი იხსენებდა: ოთახში ჩვენი წინდების ისეთი სუნი იდგა, გეგონებოდა ჩინურ სამრეცხაოში მოხვდიო. მიუხედავად ამისა, მაინც უმაგრეს დროს ვატარებდით. Top 10-ში მსმენელთა რაოდენობა მიმატა. ამასობაში სატკლიფმა ასტრიდი დანიშნა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. ასტრიდმა სწულს იმ დროს გერმანულ თინეიჯერებში პოპულარული ფილდსკოპ ფრიზური, ანუ სოკოს თავის ვარცხნილობა, ინგლისურად მოპტოპი გაუკეთა და თავისი ტყავის ქურთუკი აჩუქა. რეიბანის სათვალეებით, ტყავის ქურთუკით და მოპტოპით იმით შეცვლილ სატკლიფზე ლენონმა მართალია ბევრი იშაყირა, მაგრამ როცა მეორე დღეს პოლი და ჯორჯი სოკოს თავებით გამოეცხადნენ, მანაც კეთილი ინება და ამ დღიდან ფილდსკოპ ფრიზური ბითლზების სავიზიტო ბარათი გახდა. ერთადერთი ბესტმა ვერ მოუხერხა ვერაფერი თავის ხოულთმებს. ბითლზებს სცენაზე ხტუნაობისას ლივერპულში შეკერილი იასამნისფერი კოსტიუმები ტანზე რო შემოაცვდათ, დანაზოგით სატკლიფივით მათაც ტყავის შავი ქურთუკები და კოუბოური ჩექმები შეიძინეს. ახალი ვიზუალით, განახლებული აკუსტიკით, აშკარად გაუმჯობესებული შესრულებით და რეპერტუარით მუსიკოსებმა ჰამბურგელების და საპორტო ქალაქის სტუმრების აღიარება მოიპოვეს. ჯგუფი არც ქალების, ალკოჰოლის და ფსიქოსტიმულატორების ნაკლებობას უჩიოდა. რამდენიმე გამოცვლის შემდეგ სატკლიფმა ჯგუფი საბოლოოდ დატოვა და ჰამბურგის მერიიდან ხელოვნების კოლეჯში სწავლის დაფინანსება მოიპოვა. იგი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ძალიან პერსპექტიულ მხატვრად მიიჩნეოდა და გამოფენებსაც აწყობდა. ჯერ კიდევ ლივერპულში ერთ-ერთი ნახატის გაყიდვიდან შემოსული თანხით მან იმ დროისთვის საკმაოდ კარგი ბას-გიტარა, ჰოფნერ პრეზიდენტ 500 იყიდა. ჯგუფიდან წასვლისას მან გიტარა პოლს დაუტოვა, ოღონდ იმ პირობით, რომ ცაცია მაკარტნის სიმებს არ გადააყენებდა.
პოლმა მალევე დაუბრუნა სტიუს გიტარა და თავისთვის 30 ფუნტად, დღევანდელი კურსით 700 ფუნტად, ახალი ჰოფნერ ვიოლინო 500 იყიდა. შერიდანმა ჯერ კიდევ უცნობ ჰამბურგულ ლეიბლთან პოლიდორთან შეთანხმებას მიაღწია და ჯგუფმა სტუდიაში რამდენიმე ტრეკი ჩაწერა. თუმცა დისკზე მხოლოდ My Bonnie მოხვდა. დანარჩენი ჩანაწერები სამწუხაროდ დაიკარგა. რადგან Beatles კვლავ გერმანულ ფიდლსთან, ანუ ჭუჭუსთან ასოცირდებოდა, ჯგუფის ყდაზე Tony Sheridan and the Beat Brothers დააწერეს. ორიგინალური ფირფიტა 2012 წელს $50,000 გაიყიდა აუქციონზე. Top 10-მა ჯგუფში სულ 98 დღე დაუკრა. ჯამში 590 საათი. ცნობილმა ფოტოგრაფმა ბეტ მინგრამმა ბიტლზების გამოსვლის რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლებიც მოგვიანებით მაკარტნიმ 30,000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ბიტლზები ლივერპულში 1961 წლის ივლისის ბოლოს დაბრუნდნენ. მათი გაუმჯობესებული ოსტატობა და ქარიზმა არ გამოეპარა ალღოიან ახალგაზრდა ბიზნესმენს ბრაიან ეპშტაინს და 1962 წლის იანვარში იგი ჯგუფის მენეჯერი გახდა. ამავე დროს ჰორსტ ფაშერმა კომპანიონთან ერთად გროსე ფრაიჰაიძე ახალი კლუბი Star Club-ი გახსნა და The Beatles კვლავ ჰამბურგში მიიწვია. ჯგუფი 1962 წლის 12 აპრილს ჩაფრინდა ჰამბურგში. მათ აეროპორტში ასტრიდ კირხერი დახვდათ, რომელმაც შოკის მომგვრელი ამბავი ამცნო. 2 დღით ადრე სტიუარტ სატკლიფი გარდაცვლილიყო. სატკლიფს ბოლო პერიოდში თავის ტკივილები დასჩემდა, რომელსაც ლივერპულის კლუბში ჩხუბის შედეგად ქალას ტრავმას აბრალებდა. 1962 წლის 10 აპრილს მან კოლეჯში ხატვის გაკვეთილზე გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების მანქანაში ინსულტით გარდაიცვალა. სტიუარტ სატკლიფი მხოლოდ 21 წლის იყო. იგი ლივერპულში დაკრძალეს. Star Club-ში ჯგუფი 13 აპრილიდან 31 მაისამდე უკრავდა. კლუბი დიდხანს ითვლებოდა ევროპის საუკეთესო მუსიკალურ არენად. მას მდიდარი ისტორია აქვს. აქ უკრავდნენ ჯიმი ჰენდრიქსი, რეი ჩარლზი, ჯერი ლი ლუისი, ჩაკ ბერი, ლიტლ რიჩარდი და სხვა ლეგენდები. Star Club-ში ბიტლზები 1962 წელს კიდევ ორჯერ დაბრუნდნენ. ამჯერად რინგო სტარით პიტ ბესტის ნაცვლად. ეს ჩანაცვლება საკმაოდ ნაღვლიანი. აბურდული ისტორიაა და აქ მის განსახილველად არც დროა და არც ჩვენს თემატიკაში ჯდება. ერთს დავამატებთ, რომ პიტ ბესტი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. 1995 წელს კი 33 წლით დაგვიანებით ბედმა გაუღიმა. Star Club-ში ჩაწერილი რემასტერირებული ტრეკების გამოცემიდან მას საკომისიო ერგო და ერთ დღეში მილიონერი გახდა. Star Club-ი 1993 წელს დაიწვა და შენობა დაანგრიეს. ამ ეზოში დღეს მხოლოდ ეს სტელა გვახსენებს კლუბის ლეგენდარულ წარსულს. სტელაზე იმ ვარსკვლავთა სახელებია დატანილი, რომლებსაც აქ ოდესმე დაუკრავთ. ბედის ირონიით დღეს Star Club-ის ადგილას ტაილანდური რესტორანია, რომელიც ტაილანდურ სამზარეულოსთან ერთად ინტიმური ხასიათის მომსახურებასაც თავაზობს კლიენტებს. ნამდვილად ბიტლზების სასაკის შესახებ. თავიანთი ახალგაზრდობის გახსენება მომდათ. როსე ფრაიჰაიტის ხის დიდი მაგიდებით გაწყობილი ლუდის ბარი, გრეტელ und ალფონსიც უნდა ვახსენო. ეს ბარი არა მხოლოდ ბიტლზების, არამედ ბევრი სხვა მუსიკალური კერპის საყვარელი ადგილი იყო. თუმცა დღეს მის ფირნიჟზე მხოლოდ ბიტლზების სახელია დატანილი. ბიჭები აქ ხშირად მისიად ილხენდნენ და გადაუხდელი ვალებიც ბლომად დააგროვეს. მხოლოდ 28 წლის შემდეგ ესტუმრა ტავერნას მაკარტნი. მან ჯგუფის ვალებიც გაისტუმრა, სოლიდური პროცენტიც დაუტოვა მფლობელებს და პლუს, რა თქმა უნდა, რეკლამაც. დღეს გრეტელ und ალფონსში ცოცხალი მუსიკის კონცერტები ტარდება. დღემდე აქ 60-იანი წლებისთვის დამახასიათებელი თავისუფალი სულის უფებს და ნებისმიერ მომსვლელს შეუძლია თავისი ტალანტი წარმოაჩინოს. Close your eyes and I'll kiss you. Tomorrow I'll miss you. Remember I'll always be true. Whisper
to my bed. It's alright by you. We're ready to rock and on fans now. Philadelphia, PA, in the heart of Texas. აი ბრუნო კოშმიდერი ხომ გახსოვთ? ბიტლზების ჰამბურგელი უხიაკი ანტრეპრენიორი. ესეც მათი კონტრაქტის ორიგინალი, რომელიც ბიჭებმა მას თავზე გადაახიეს. ინდივიდუალურად გაფორმებული კონტრაქტებიდან კი მხოლოდ ლენონის შემოგრჩა და იგი 2016 წელს 160,000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა აუქციონზე. კაიზერ კელერი კი დღემდე ამაყობს ლეგენდარული ხუთეულის 62 წლის წინადელი მასპინძლობით. რეპერ ბანის და გროსე ფრაიჰაიტის კვეთაზე ცნობილი ეროტიკული სუსის კლუბის გვერდით ბიტლზების სახელობის მსოფლიოში ერთადერთი მოედანი. მოედანს ვინილის დისკის ფორმა აქვს და მასზე ლეგენდარული ხუთეულის ალუმინის გამოსახულებები დგას. სატკლიფი ბიტლს ბლადზე ქვემოთ დაშვებული გიტარით და 4-ეულისგან განმარტოებით დგას. ადვილი გამოსაცნობია ვინ არიან გიტარისტები. ხოლო თუ ვინზის დასარტყამ ინსტრუმენტებთან პიტი თუ რინგო საიდუმლოა, რომელიც პროექტის ავტორს დღემდე არ გაუმხელია. მართალია ზოგიერთი ამბობს, რომ სილუეტი თითქოს გააურებულია. თუმცა ყველა მხრიდან მოუვარდა და მსგავსი ვერაფერი შევადგა. ქვაფენილში ჩაყოლებულ ტიტანის ფილებზე ბიტლზების სიმღერების სათაურებია დატანილი. კითხულობ ამ მაგიურ სიტყვებს და ყველა მათგანის გენიალური მელოდიის ხმა ჩაგესმის. ასტრიდ კირჰერის მეგობრობა ბიტლზის სხვა წევრებთან წლების განმავლობაში გაგრძელდა. იგი თავისი როლიქორდით თან დაყვებოდა ჯგუფს და უამრავი უნიკალური ფოტო შემოგვინახა. ამ ცნობილ ფოტოზე გადღაბნილი პოლის, ჯორჯის და რინგოს ფონზე ლენონი თავის ჩვეულ პოზაში დგას, ჰამბურგის ერთ-ერთი სახლის სადარბაზოსთან. თავისებურად სევდიანია მაკარტნის და ლენონის ეს ფოტოები, ფოკუს გარეთ გასული სატკლიფით ფონზე. კირჰერის ფოტოგამოფენები დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს და მისი ფოტოალბომებიც მრავალათასიანი ტირაჟებით გამოდის. ასტრიდ კირჰერი 2020 წელს ჰამბურგში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.